ყველას გამარჯობა, მე ნათია ვარ და ამ ვიდეოში მე ვიდეო რომ დღეს ავხსნა წარსული მარტივი დრო ინგლისურ ენაში. წარსული მარტივი დრო, ანუ past simple. ისევე როგორც ქართულში, ინგლისურშიც არსებობს რამოდენიმე წარსული დრო. მაგალითად, ჩვენ ქართულში შეგვიძლია ვთქვათ მე წავიკითხე და წავიკითხე არის წარსული. ან მე ვკითხულობდი და ესეც არის წარსული, იმიტომ რომ ვკითხულობდი წარსულში, ან კიდევ მე წამიკითხავს და ესეც რა თქმა უნდა არის წარსული. მე დღეს დღევანდელ ვიდეოში მინდა ავხსნა ისეთი დრო, როდესაც მოქმედება დაიწყო წარსულში და წარსულშივე დამთავრდა. ანუ ისეთი დრო, როდესაც ჩვენ ვამბობთ მე წავიკითხე, ან მე წავედი, მე მოვედი, მე ვჭამე, მე ავდექი, მე დავჯექი, მე დავიძინე და ასე შემდეგ. ამ დროს, როგორც უკვე თქვი, ინგლისურ ენაში ქვია past simple, ანუ წარსული მარტივი დრო. როდესაც ვსაუბრობთ ინგლისურ ენაში, წარსულ მარტივ დროზე, ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ შემთხვევაში ზნები იყოფა ორ კატეგორიად. ეს არის წესიერი და არაწესიერი ზნები. ალბათ უკვე მიხვდებოდეთ, წესიერი ზოგიერთ ზნას, იმიტომ ქვია, რომ რაღაც წესებს ექვემდებარება, ხოლო არაწესიერი იმიტომ ქვია, რომ არანაირ წესს არ მისდევს და ჩვენას სამწუხაროდ ისინი უბრალოდ ზეპირად უნდა დავიმახსოვროთ. მოდით ახლა ვთქვათ, როგორ უნდა ვთქვათ ზმნა წარსულ დროში. ავიღოთ მაგალითად ზმნა play, რაც ნიშნავს თამაშს. იმისათვის რომ ვთქვათ, მე ვითამაშე, ამისათვის საჭირო არის რომ ზმნას to plays, to რა თქმა უნდა უკვე ჩამოვაშოროთ, ხომ იცით წინა ვიდეოებიდან to აღარ გჭირდება, ხოლო plays უნდა დავუმატოთ 2-200 და ეს არის ed. ანუ მე ვითამაშე იქნება I played. წარსული მარტივი დრო, მართლაც რომ მარტივია, იმიტომ რომ სიტყვა played არსად არ იცვლება და ის ყველა პირსა და რიცხვში რჩება ერთი და იგივე. ანუ ნახეთ, მე ვითამაშე ხომ არის I played, შენი თამაშე იქნება ასევე you played. მან ითამაშა გოგოზე, ბიჭზე, ცხოველზე, იქნება he, she, it played, ისე played. ჩვენ ვითამაშეთ we played, თქვენ ითამაშეთ you played, ხოლო მათ ითამაშეს they played. ანუ ნახეთ, played არსად არ შეიცვალა, ყველგან არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. მე ხომ თქვი, რომ არსებობს ზნების ორი კატეგორია, წესიერი და არაწესიერი. Play ეს არის წესიერი ზნა, ამიტომაც მას დაემატა id. იმისათვის რომ ჩვენ წესიერი ზნა ვთქვათ და დავწეროთ სწორად, საჭიროა რომ დავიმახსოვროთ რამოდენიმე წესი, იმისა თუ როგორ დავუმატოთ მათ ბოლოში id. ეხლა ნახეთ, როგორც წესი ჩვეულებრივ ზნას ემატება id. იგი მაგალითად play იყო I played, ამიტომ მაგალითად stay იქნება I stayed, მე დავრჩი. მაგრამ თუ ზნას უკვე ბოლოში ისედაც აქვს i, მაშინ მას id უკვე აღარ ემატება და ემატება მხოლოდ d, იმიტომ რომ ერთი i ხო უკვე ისედაც გვაქვს. მაგალითად ავიღოთ to like მოწონება. მე მომეწონა იქნება I liked, ანუ მხოლოდ d დაემატება. i აღარ დაემატება, იმიტომ რომ i ისედაც აქვს. ან მაგალითად I hate, მე შემცულდა, მემძულდა, იქნება I hated. ანუ ამასაც მხოლოდ d დაემატება. ეს პირველი წესი. ახლა მეორე წესი. თუ კი ზმნა მთავრდება ერთ თანხმოვანზე და კარგად დავიმახსოვროთ. თუ კი ზმნაში არის მხოლოდ ერთი ხმოვანი. ანუ ზმნა გვაქვს ერთმარცვლიანი ზმნა. მაგალითად stop. Stop გაჩერება. Stop მთავრდება ერთ ფიზე, ანუ ერთ თანხმოვანზე და მას შუაში აქვს ერთი ხმოვანი, ანუ stop-ში სიტყვაში არის მხოლოდ ერთი ხმოვანი და ეს არის o. მაშინ თუ გვინდა ჩვენ რომ ვთქვათ რომ მე გავჩერდი, უნდა ვთქვათ I stopped და როდესაც ჩვენ id-ს დავუმატებთ, p გაორმაგდება. ანუ დავიმახსოვროთ. თუ ზნა არის წესიერი და ის მთავრდება ერთ თანხმოვანზე, მხოლოდ ერთ თანხმოვანზე და ის სიტყვა არის ზნა არის მხოლოდ ერთმარცვლიანი, მაშინ მას ბოლო თანხმოვანი გაორმაგდება. აქ ერთი პატარა ნიუანსი არის რამოდენიმე სიტყვა, რომელშიც არის რამოდენიმე ხმოვანი, ანუ არის რამოდენიმე მარცვლიანი, მაგრამ მაინც ორმაგდება. მაგალითად ეს არის travel, მოგზაურობა. ამერიკაში მაგალითად, როდესაც ამობენ I traveled, ლ იწერება, ელიას იწერება ჩვეულებრივ ერთი ლ და I traveled, ანუ ჩვეულებრივ ემატება id. მაგრამ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ელი ხშირად მეორდება და ამიტომ ამბობენ ასე I traveled, გამოთქმა იგივეა, მაგრამ იწერება ორი end. ასეთი რამოდენიმე ზნა არის და ერთ-ერთი ასეთი არის, როგორც უკვე ვთქვი, travel, ან კიდევ prefer, ჯობინება. ანუ ჩვენ შეიძლება შევხვდეს preferred, ორი არის, ან კიდევ preferred, ერთი არის, არც ერთი არა შეცდომა.
შემდეგი წესი. როდესაც ნა თავდება y-ზე და y-ის წინ აქვს თანხმოვანი, მაშინ თქვენ მიხვდებოდით ალბათ უკვე რომ y ჩამოშორდება და ის გადაკეთება i-ით და დაემატება id. ანუ იქნება მაგალითად study, ავიღოთ სწავლა to study, მერი სწავლა იქნება I studied. ანუ y ჩამოშორდება და დაემატება ied. მაგრამ თუ y-ის წინ აქვს ხმოვანი, როგორც არის მაგალითად play ან stay, მაშინ მას ჩვეულებრივ დაემატება ed. და ანუ იქნება I stayed ან I played ყოველგვარი y-ის ჩამოშორებისა და i-ის გადაკეთების გარეშე. ახლა კი მოდით ვთქვათ, რა ევერთებათ არაწესიერ ზნებს. ანუ იმ ზნებს, რომლებსაც id ბოლოში არ ემატებათ. ასეთი ზნები ან მთლიანად იცვლება, მთლიანად იცვლიან ფორმას, ან ზოგჯერ იგივე რჩება. მოკლედ, ასეთი ზნებს წესი არ აქვს და ის თქვენს ზეპირად უნდა დაიმახსოვროთ აუცილებლად. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის. მაგალითად, ავიღოთ ზნა to speak, ლაპარაკი. მე ვილაპარაკე, წარსულ დროში იქნება ასე. I spoke. რატომ არის spoke და არა speak და ვინ თქვა რომ არაწესიერია, ეს არ ვიცი და მე მგონი არც არავინ იცის. ვინ გამოიგონა, ალბათ ინგლისური ვინც გამოიგონა, მას უნდა ვკითხოთ. მაგრამ ფაქტია რომ არის საკმაოდ ბევრი არაწესიერი ზნა და თქვენ თუ ნელ-ნელა შეეცდებით და ყოველდღე 2-3 ისწავლით, მალე ყველას დაიმახსოვრებთ. ამ ვიდეოს ქვეშ მე დავდებ ლინკს, სადაც არაწესიერი ზნების ჩამონათვალი იქნება და შეგიძლიათ რომ ამ ლინკზე გადახვიდეთ და ზნების სწავლა თქვენ თვითონ დაიწყოთ. ესე იგი, როგორც უკვე ვთქვი, მე ვილაპარაკე იქნება I spoke. მარტივი ის მაინც არის, რომ spoke აბსოლუტურად ყველა რიცხვსა და პირში იქნება ერთი და იგივე. ანუ მე ვილაპარაკე თუ იქნება I spoke, შენი ლაპარაკე იქნება you spoke, ანუ არ იცვლება. მან ილაპარაკა he spoke, she spoke, it spoke, ჩვენ ვილაპარაკეთ we spoke, თქვენ ვილაპარაკეთ you spoke და მათი ლაპარაკეს they spoke. თქვენ თუ ისწავლით დაახლოებით 150 არაწესიერ ზნებს, ზნას ჩათვალეთ, რომ თქვენ უკვე იმ ზნების რაოდენობა, ანუ იმ ზნების კატეგორია უკვე იცით, რაც თქვენ გჭირდებათ ყოველდღიურად ინგლისურ ენაზე სასაუბროთ. არ შეგეშინდეთ 150, ბევრი არ არის. ყოველდღე რომ 2-3 ზნა ისწავლოთ, მალე ყველა ზნას დაიზეპირებთ. ეს რაც შეეხებოდა თხრობით ფორმას ზნების წარმოებისა წარსულ დროში. ახლა როგორ ვთქვათ, როდესაც მე რაღაცა არ გავაკეთე, ანუ უარყოფით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ასეთი დამხმარე ზნა და ეს არის დამხმარე ზნა და ეს არის did not, ანუ not-ი როგორც წესი არის ბრიტანული ვარიანტი, ხოლო did not 10 არის ამერიკული ვარიანტი. მოკლედ გვჭირდება did not. გრძელი და მოკლე ფორმა, როგორც ყოველთვის მასაც აქვს გრძელი და მოკლე ფორმა. ანუ ჩვენ ზნას წინ ვუყენებთ ამ did not და გამოვა უკვე არა. ანუ ნახეთ, თუ კი მე ვამბობდი I played, მე ვითამაშე, მე არ ვითამაშე, იქნება I did not play. და არა I did not played. და აკვირდით plays ამ შემთხვევაში უკვე id აღარ ემატება. ანუ მე ვამბობ I did not play. ახლა ვიღოთ ლაპარაკი, წესიერი, არაწესიერი. მე არ ვილაპარაკე, იქნება I did not speak. ანუ speak არ შეიძლება. Speak-ი არის იგივე. ხოლო დაემატა did not. და ისევე როგორც ყველგან, did not და მერესნა ყველა პირსა და რიცხვში რჩება ერთი და იგივე. ანუ მე არ ვითამაშე თუ იყო I did not play, შენ არ ვითამაშე იქნება you did not play და შემდეგ სულ ასე მიყვება he did not play, we did not play, you did not play, they did not play. და აბსოლუტურად იგივე არის, როდესაც ვსაუბრობთ არაწესიერ ზნებზე, მაგალითად speak იქნება I did not speak, you did not speak, we did not speak და ასე შემდეგ. ეს უარყოფითი ფორმა. ახლა როდესაც უნდა დავსვათ კითხვა, მაგალითად ითამაშე შენ, ან ილაპარაკე, დაილაპარაკე შენ. ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა უკვე გვჭირდება did, მაგრამ უკვე not-ის გარეშე. ესე იგი, ჩვენ ვამბობთ ასე, did I play? და რა თქმა უნდა play საკაც id არ დაემატება. და did I play აბსოლუტურად ყველგან იქნება იგივე, ანუ შეიძლება მხოლოდ პირის ნაცვლსახელები, ხო, რა თქმა უნდა, და იქნება did you play, did he she it play, did we play, did you play, did they play.
ასევე იგივე არის არაწესიერისნებთანაც და იქნება მაგალითად მე ვილაპარაკე, did I speak, შენი ლაპარაკე, did you speak და აბსოლუტურად ყველგან იქნება ერთი და იგივე. ანუ დავიმახსოვროთ, რომ კითხვით და თხრობითში წესიერისნას იდი არ ემატება ბოლოში, ხოლო არაწესიერის ზმნა არ იცვლის ფუძეს და ის რჩება ერთი და იგივე. ანუ play რჩება play, ხოლო speak რჩება speak და არა spoke. ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როგორ უნდა ვაწარმოოთ ვაულებად ზნა წარსულ დროში. ახლა კი მოდით ის ვისწავლოთ, თუ როდის უნდა გამოვიყენოთ წარსული დრო ინგლისურ ენაზე, როდესაც ვსაუბრობთ. პრინციპში მარტივია წარსულ დროს წარსული ქვია და შესაბამისად მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ვსაუბრობთ წარსულ მოქმედებებზე, მაგრამ აქაც არის რამოდენიმე ნიუანსი, რადგანაც როგორც უკვე მე ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, არსებობს რამოდენიმე წარსული დრო ინგლისურ ენაში. პირველი წესი, როდის ვიყენებთ წარსულ მარტივ დროს ინგლისურ ენაზე საუბრისას. ეს არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც მოხდა ან ვიღაცამ რაღაცა გააკეთა წარსულში, როდესაც ჩვენთვის ცნობილი არის თარიღი, დრო, როდის მოხდა ეს, როდესაც ვიცით. მაგალითად, მე როდესაც ვამბობ I played yesterday. მე ვამბობ გუშინ ვითამაშე. ჩემთვის ცნობილია, რომ მე ვითამაშე გუშინ, შესაბამისად უნდა გამოვიყენო წარსული მარტივი დრო და ვთქვა I played. ან მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ I went to Paris last year. მე წავედი პარიზში გასულ წელს. მე ვიცი, რომ პარიზში წავედი გასულ წელს, შესაბამისად უნდა ვთქვა წარსული დრო და ვამბობ I went. აქვე ყურადღებით, went არის go-ს წარსული. ანუ to go არის წასვლა, მისი საწყისი ფორმა, ხოლო წავედი go არის არაწესიერი, მთლიანად შეიცვლის ფორმას და გახდება went. ანუ იქნება I went to somewhere. წავედი სადღაც. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვაქვს წინადადებაში ისეთი სიტყვები, როგორც არის yesterday, გუშინ, two days ago, ორი დღის წინ, ან 1 week ago, ერთი კვირის წინ, ან last week, გასულ კვირას, ან last year, გასულ წელს და ასე შემდეგ, ცნობილია ჩვენთვის, რომ უკვე უნდა გამოვიყენოთ წარსული დრო. ან თუნდაც თუ გვაქვს ესეთი რაღაცა, მაგალითად in 1999, 1999-ში, ან in 1884, 1884-ში, ან ნებისმიერი თარიღი, როდესაც გვაქვს, იქ უნდა ვთქვათ წარსული დრო. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. წარსული დრო შეიძლება ისედაც გამოვიყენოთ, როდესაც ჩვენ თარიღი არა გვაქვს ცნობილი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ესახებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ახლა უკვე ცნობილები აღარ არიან. და შესაბამისად ისინი ვერაფერს ვეღარ გააკეთებენ. აი მაგალითად, თუ ვსაუბრობთ შექსპირზე და ვამბობთ, რომ მან დაწერა პოემები, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ასე, he wrote a lot of poems, and უბრალოდ პიესები, he wrote a lot of plays. ანუ ნახეთ, მე არ ვასახელებ მან როდის დაწერა, არ ვაკონკრეტებ რომელ საუკუნეში დაწერა ეს პიესები, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ შექსპირი უკვე აღარ არის ცოცხალი, შესაბამისად ის უკვე ვეღარ დაწერს პიესებს და აქედან გამომდინარე მე ვამბობ წარსულ დროს. ანუ ვამბობ he wrote a lot of plays. აქვე ყურადღებით, write არის წერა, საწყისი ფორმა, ხოლო wrote არის მისი წარსული ფორმა. ანუ ესეც არის უკვე არაწესიერი ზნა. და ბოლოს მესამე წესი, წარსულ დროს ვიყენებთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რამოდენიმე მოქმედება წარსულში ერთმანეთს მიყვა. და ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა, რომ ჩვენთვის დრო და თარიღი მოცემული იყოს. აი მაგალითად, I went to school, წავედი სკოლაში, I opened my book, გადავშალე ჩემი წიგნი, and I learned new words. და ვისწავლე ახალი სიტყვები. ანუ ნახეთ, წავედი, გადავშალე, ვისწავლე ახალი სიტყვები, რამოდენიმე მოქმედება ერთმანეთს მიყვა, ამიტომაც ჩვენ ამ ზნებს ვსვამთ წარსულ მარტივ დროში, იმ დროში, რომელიც ჩვენ ახლა ვისწავლეთ. აქვე went ისევ არის go-ს წარსული, open იყო I opened my book, არის open არის წესიერი ზმნა და მას დაემატა id, ხოლო I learned new words, learn არის არაწესიერი ზმნა. შეგიძლიათ ვთქვათ I learned, ანუ მე ვისწავლე, ან I learned უკვე როგორც წესიერი dt, learns ორივე ვარიანტი აქვს. მე ვისწავლე ახალი სიტყვებიო. მოკლედ, ეს იყო სულ წარსულ დროსთან დაკავშირებით ყველაფერი ის, რაც მე მინდოდა რომ თქვენთვის მესწავლებინა. იმედი მაქვს, რომ ვიდეო მოგეწონათ და თქვენთვის საინტერესო იყო და იმედი მაქვს, რომ არაწესიერ ზნებს ჩაუჯდებით დღეიდანვე და მას დაიზეპირებთ ძალიან კარგად, რადგანაც ისინი ძალიან საჭიროა, რომ სწორად იმეტყველოთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ, რომ დაალაიქოთ, ანუ აი ასეთი თითის ნიშანს დააჭიროთ. ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში, ახალი თემებით. ნახვამდის და წარმატებები ყველას კარგად.